ასიგნაციის საგანგებო ვითარებაში, ასევე ვითარებაში როცა შესაბამისად რჩება ოღონდ ვეტოს გადალახვა უფრო ვთქვათ მაღალკვლევის საგანი უნდა იყოს მართავ აქტიურად შეერთოს დისკუსიაში. კონსტიტუციის მეორე თავს თითქმის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი თემა იმდენად საინტერესოა, რამდენადაც მოხდა ძალების გადანაწილება, პოლიტიკურ ძალებზე მოგზაურობა და ძალაუფლებაზე. აქედან გამომდინარე არსებობს ასთა სხვადასხვაობა, რამდენად დაბალანსდა ხელისუფლება, რამდენად შესაძლებელია, რომ აღარ დადგეს ის მომენტი, როდესაც მუდმივად გვექნება საუბარი იმაზე, რომ აბსოლუტური ძალაუფლების მპყრობელია ესა თუ ის ხელისუფლება შტო და ალბათ ვფიქრობთ, რომ საინტერესო გამოვიდა იქით, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი, ესე ვთქვათ, აზრი გამოითქვა ამის შესახებ და ყველაზე მთავარი რაც არის ის, რომ ერთვებიან აი ასეთ საჯარო დისკუსიაში სტუდენტები, რომლებიც მომავალი იურისტები არიან. უფრო საპარლამენტო რესპუბლიკასთან მიახლოვებული ფორმა მივიღეთ მმართველობის, რაც თავისთავად უფრო დემოკრატიულია და ქმნის სტაბილური განვითარების უფრო მეტ საფუძველს. თუმცა არსებობს, ვთქვათ, რაღაც პრობლემები კონსტიტუციაშიც, ვთქვათ, არამკაფიოა ბევრი უფლებამოსილების გადანაწილების საკითხი გადაწყვეტილი. ჩემი აზრით უფრო მეტად შესაზღუდია პრეზიდენტის უფლებამოსილებები გარკვეულ ნაწილში, რაც წმინდა საპარლამენტო რესპუბლიკის აუცილებელი მოთხოვნაა. ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტების ჩართულობა მსგავს პროექტებში. დღევანდელ შეხვედრას დადებითად შევაფასებდი, იქიდან გამომდინარე, რომ დღესდღეობით კონსტიტუციაში შესული ცვლილებები ძალიან ბევრ კითხვებს ვადებს საზოგადოებაში, ხოლო მსგავსი ტიპის შეხვედრები თუნდაც მაგალითად პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის შორის არსებული უფლებები, რომლებიც ასთან ჭიდილში მოდიოდა წინამთავრობის პერიოდში, დღესდღეობით უფრო განსხვავებული პოზიციები არსებობს, მაგრამ ასეთი ტიპის შეხვედრები, როდესაც თუ ხშირად ჩატარდება, ჩემი აზრით, უფრო საზოგადოება ამ კითხვებს უფრო სწორად და ფართოდ გასცემს კითხვებს და პასუხს.